მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო, იმედია კარგად ხართ, იმედია ყველაფერი კარგად გაქვთ. მოგესალმებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ პირველ რიგში და მადლობას გიხდით თქვენი კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, გამოწერისთვის, ყურებისთვის და რომ წერთ ასეთ თბილ და სასიამოვნო კომენტარებს, უდიდესი მადლობა ყველა თქვენთაგანისთვის, რომ მეხმარებით ამით ჩემი არხი ვითარდება, უფრო მეტ ადამიანს აქვს საშუალება უყუროს ჩემ ვიდეოს, ნახოს, მოიძიოს მისთვის საჭირო ინფორმაცია, საჭირო მასალა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც მას უნდა და მიიღოს ენერგოსაინფორმაციო სივრციდან, ამ კოლექტიური ინფორმაციიდან ის ინფორმაცია, რასაც სამყარო გვაძლევს, გვაწვდის ამ წუთას, როცა თქვენ ვიდეოს ნახავთ და ის სათაური იქნება თქვენთვის აქტუალური იმ დროს, როცა ეს თქვენთვის იქნება საჭირო. ანუ შემთხვევითობა არ არსებობს სამყაროში, არ არის დრო, იქ ანუ აწმყო, წარსული, მომავალი, ყველაფერი გაერთიანებულია და შესაბამისად, როცა თქვენ, იმიტომ რომ შემთხვევითობა არ არსებობს, როცა თქვენ გენდომებად და რაღაცაზე იტყვით, რომ აი რაღაც ხო, ან თუნდაც გაიფიქრებთ და ამ დროს შემთხვევით წააწყდით, არ აქვს მნიშვნელობა ჩემ ვიდეოს, ხვის ვიდეოს, იმ თემას, იმ ფრაზას, იმ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას აჭერთ ღილაკს, უყურებთ და იქიდან უკვე იგებთ იმ რაღაცას, აი როგორც მძივი რომ უნდა ააწყო, აი ესე რაღაც იგრძნობთ გულით აუცილებლად, იმიტომ რომ მიყურებთ უფრო მეტად, ვინც უკვე გაქვთ ინტუიცია ჩართული, ხართ ესეთი ინტუიციური, ემპათიური, მგრძნობიარე ქალბატონები და ამიტომ იგრძნობთ, რომ ეს თქვენზეა და დავიწყე, ეხლა ბევრი აღარ გავაგრძელო, ავიღე everyday witch tarot card, დღევანდელი დღის ენერგია თქვენთვის, ვინც ეხლა უყურებს ამ ვიდეოს, როგორია, რას გვეტყვიან ჩვენი ყოველდღიური witch კრაფტები, აბა? როგორია დღევანდელი დღის მდგომარეობა თქვენთვის, ვინც ეხლა მიყურებთ. ნუ ეხლა დღევანდელ დღეზე ვკითხე, ამიტომ დავკონკრეტდები დღევანდელი დღით, რა დღეც არ უნდა იყოს, როცა თქვენ ნახავთ, ანუ თქვენთვის აქტუალური იქნება. ბევრი რამე გაქვთ აღებული თქვენ თავზე, მაჩვენებს კარტი. ვზიდავთ დიდ ტვირთს, არა მარტო თქვენსაც, არამედ სხვებისთვისაც, ანუ რა თქმა უნდა, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის, რა ვიცი, რას აკეთებთ ამისთანაც. ტვირთი გაქვთ, აი, ენერგო ტვირთი, პირდაპირ ზურგზე მოკიდებული, იმისთვის, ამისთვის, აი თითქოს თქვენი ენერგია იფანტება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ გადადის უკვე სხვებზე უფრო მომსახურეობის, ანუ აი ესეთ სფეროში და თქვენ მერე უკვე რჩებით უენერგიოთ, ანუ თქვენი თავისთვის თითქოს დრო არ გრჩებათ. ნუ ყოველ შემთხვევაში დღეს ესე არის. არ ვიცი მე თქვენი, ასე ვთქვათ, დღის რეჟიმი და საერთოდ სიტუაცია, მაგრამ ეს უბრალოდ ენერგია, რასაც მეუნება, ანუ დღის განმავლობაში ბევრ ახალ ამბებს იგებთ, იმიტომ რომ ხართ გასულები, რაღაცას აკეთებთ, მაგრამ რაც თავარია, მშვიდდებით მერე. რატომ? იმიტომ რომ სასიამოვნოთ უკვე საღამოს რო გაკეთებული გაქვთ საქმე, უკვე გსიამოვნებთ ხო რაღაცა, რა ვიცი, თუ ოჯახის საქმეა, თუ სამსახური გაქვთ, იქ რასაც აკეთებთ, საჯარო გაშლა, ხო? მერე უკვე კმაყოფილდებით, ანუ საღამოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს, აი მოდებული ხართ იმას, რაღაცა 8 საქმეს ერთდროულად, სიტყვაზე ვიძახი. მაგრამ ნუ ამიტომ ამას, ანუ რატომ ამოვიდა ეხა ეს კარტები, ხო? ვკითხოთ, აბა, ანალიტიკურად ვიაზროვნოთ. გასაგებია, რომ ინფორმაცია მოდის, მაგრამ ამას ხო უნდა რა, ანალიზი. ამას ხო უნდა დაკვირვება, გაცნობიერება, რატომ? ესე იგი ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავთ სხვებისთვის, თქვენი თავისთვის უკვე აღარ გრჩებათ, რომ მიდიხართ უკვე სახლში, ან იმ გარემოში, სადაც უკვე, ასე ვთქვათ, უნდა დაისვენოთ, მერე უკვე ხართ ბედნიერები, მაგრამ
დღის განმავლობაში ესეთ კარტს მაჩვენებენ. ესე იგი, ეს გაფრთხილება რაღაც მხრივ, რომ თქვენ თავზე უნდა იფიქროთ და აბა რას გეტყოდათ every day, იმიტომ რომ ყოველდღიური which კრაფტის ტარო, რას გირჩევდათ თქვენ, ვინც ასეთი რეჟიმით ცხოვრობთ. არ ვიცი ხა, ვინ როგორ, მაგრამ რაც მოდის ინფორმაცია, გაიგებს ის, ვისთვისაც ეს საჭიროა. რას გირჩევდათ? ვინც ასეთი დღის წესრიგით, განრიგით ცხოვრობს. რჩევა არის ასეთი, რომ ცოტა ხანი უნდა თქვენ თავსაც მიხედოთ, ანუ რა ხდება ახლა, თუ გიყვართ რამე, ხელოვნება, შემოქმედებითი რაღაც, რა ვიცი, ქსოვა, კერვა, ქარგვა, ზერწვა, ან გამოცხობა, ან დიზაინი, იგივე ონლაინ, რა ვიცი, ხო, პროგრამები. რაღაც, ანუ თქვენი თავისთვის, ანუ თუნდაც იგივე გალამაზება, ხო? რაღაც პროცედურები, ქალური, ანუ თქვენ თავს უნდა დაუთმოთ დრო, ანუ გააკეთოთ ის, რაც თქვენ გსიამოვნებთ. ანუ აი ამ ყველაფერთან ერთად გასაგებია ფულისთვის, იმიტომ რომ მატერიალური კეთილდღეობისთვის ხართ გადებული ამ ყველაფერს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიცახი, მესიჯია ასეთი, რომ თქვენ თავს კარგავთ. ნახე, იმისთვის, ამისთვის, იმისთვის, ოჯახისთვის, შვილებს სიტყვაზე ვიცახი, ქმრისთვის, პარტნიორისთვის, ანუ თქვენი თავი დაკარგულია აქ. და მაჩვენებენ, რომ იფიქრეთ თქვენ თავზე, მოусმინეთ ინტუიციას, აკეთეთ ის, რაც თქვენ გინდათ, მოგწონთ, გსიამოვნებთ ამ შემთხვევაში. თითქმის გაკეთებული გაქვთ ყველაფერი, აი რო იტყვიან, ბევრ რამეს ასწრებთ, მაგრამ რესურსი გელევათ, იწურებით. და რომ იყოთ სულ და ახალი შესაძლებლობები, ახალი იდეები, კიდე ახალი რაღაც დასალაშქრი ევერესტის მთები, ხო? რომლებიც იყურებიან. ევერესტი ისევ თქვი, მაგრამ ჰიმალაის ვიტყოდი, იმიტომ რომ ყველაზე მაგარი ადგილია. მაგრამ ნუ ეხა ერნესტ ჰემინგუეის ევერესტზე აქვს, ხო? ძალიან კაი პოემა და ამიტომ რატომღაც ეს მომადგა ასე ვთქვათ, პირზე, მაგრამ ანუ გამოგივათ კიდე ბევრი რამე. აი ნახეთ, როგორც კი თქვენ თავს დაეკითხებით, რა მინდა, რა მომწონს, რას ვაკეთებ, ანუ უნდა გსიამოვნებდეთ ის პროცესი, რასაც აკეთებთ. აი ამაზეა და ენერგია ბევრი გეხარჯება და თქვენ თავს კარგავთ ამ შემთხვევაში. აი ესეთი მესიჯი მოვიდა. მადლობა Everyday Witch Tarot Cards და ეხლა გადავდივარ ჰარმონიის თაროზე. ასე მომცა ინსპირაციამ, რომ ჰარმონიის ტარო ავიღო და ვეკითხები, რამდენად ჰარმონიულია თქვენი ცხოვრება და თქვენი გარშემომყოფებთან, ვისთანაც იმყოფებით, მათთან კავშირი, ურთიერთობა რამდენად არის თანხვედრაში ჰარმონიასთან. აბა ვნახოთ. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, იმათთვის არის საჯარო გაშლა. აჰა, გასაგებია, უკვე მივხვდი. ანუ ეხა რა ხდება, ნახეთ, ჰარმონიის ტარო გირჩევთ. ჩემო ლამაზებო, ჩემო კარგებო, ჩემო შვენიერი ლეიდი ხალხო, ანუ უფრო ქალები ხართ და ამიტომ ლეიდი მიყურებს, ხო? უფრო მეტი ladies. თქვენ ხართ მზე. ჰარმონია ესე გიყურებთ, ეს დასტა ყოველ შემთხვევაში თქვენ ანათებთ, თქვენ ჩანხართ, თქვენ ულამაზესი ხართ, ანუ ყველანაირად მონიჭებული გაქვთ ის სტერეოტიპები, რაც ჭირდება ნამდვილ ქალს, ხო? თავის ესთეთიური სილამაზით. ეხლა გაყოფილები ხართ ორად. აი მაჩვენებს კარტი. რაღაცა სიტუაცია არჩევანის წინაშე დგახართ, გაყოფილები ხართ ორად, არ იცით იქით წახვიდეთ, აქეთ წამოხვიდეთ, რა ქნათ. ეს ეხება პარტნიორულ სიტუაციას, სიყვარულს. თითქოს ამ სიყვარულმა ისე გატკინათ გული, იმხელა იმედგაცრუება, ტრანსფორმაცია მოხდა თქვენს ცხოვრებაში, ნახეთ. შეიძლება გაუშვით ეს ადამიანი, არ ვიცი. თუ არ გაუშვით, მაშინ ნახეთ, უბრალოდ მიუხედავად იმისა, რომ გიყურებთ ეს დასტა, რომ ხართ მზე, გამათბობელი,
და ჩანხართ, რაც თავარია, ხო, საზოგადოებაში, სოციუმში. თითქოს მოწყდით რაღაც ეტაპზე და ეს მიზეზი იყო აი ამ ასე ვთქვათ, პარტნიორული ურთიერთობის რაღაც დიდმა გულის ტკენამ, გულის დარდმა, გულის იარამ თქვენში გამოიწვია ის, რომ აი თითქოს აღარ გინდოდათ არაფერი, არც სოციუმი, არც ხალხში გამოსვლა. შეიძლება ახლა აკეთებდით ყოველდღიურ საქმეს და სამსახურშიც დადიოდით, მაგრამ მე ვიძახი ურთიერთობას და შინაგან განწყობაზე. აქ მთავარია შინაგანი, ჩვენი შინაგანი სამყარო, ხო, ჩემო კარგებო. მაგრამ მაჩვენებენ, რომ თქვენ აუცილებლად უნდა იაქტიუროთ. აქტიურობის კარტია, ახალი დასაწყისის კარტია და ეს დროებითია. თუ ეხლა ესეთ სიტუაციაში ხართ, ეს არის დროებითი. აუცილებლად დადგება ახალი დასაწყისი და ვეკითხები, ეს ახალი დასაწყისი მალე დადგება და მალე გამოხვალთ ამ გულგაცრუებიდან, disappointment-დან, ანუ მალე გამოხვალთ აი ამ ვითარებიდან. კი ბატონო. ცოტა სამუშაო მაინც გექნებათ, ჩემო კარგებო. მართლა ძალიან გიდარდიათ და ეს იყო კაცი ადამიანი, რომელმაც უცებ შემოვიდა, შემოიჭრა თქვენს ცხოვრებაში, აი ცეცხლოვანი, აქტიური, მიზანსწრაფული, აი ესეთი აქ ახალგაზრდა ჩანს, არ ვიცი ხა ასაკი, ხო, საჯარო გაშლაა, სხვები ზოგისთვის ახალგაზრდაა, ზოგისთვის მისი ტოლია, ხა არ არის მწხოვანი, ხო? ბებერი. ეს სიტყვა არ უყვართ ხოლმე, რომ ამბობ, რა მნიშვნელობა აქვს. ანუ ეხლა აქ ჩანს თქვენი ინტელექტუალური, გონებრივი შესაძლებლობები. ანუ აქამდე თუ და ეხლაც მინდა გითხრათ, რომ მაინც გული გრძნობს და გრძნობას ვერაფერს უშვებით, მაგრამ ჯობნის თქვენი მენტალობა, თქვენი გონება ამ სიტუაციაში ჯობნის და ის რომ გამოჩნდება ეს ადამიანი, აუცილებლად დაბრუნდება და მას, რა ხდება, იცით ახლა, ყველაზე მეტად რატო შეიძლება რომ დაბრუნდეს, როცა შენ, ესე იგი, არ ეხვეწები, არ, ესე იგი, წერ 100 მესიჯს, არ ურეკავ, არ იკლავ თავს მისთვის, ხო, ეს მიჯაჭულობაა უკვე, ასეთი მოქცევა, ეს ამას უკვე სხვა ახსნა აქვს და სხვა თემაზე გადავდივარ, მაგრამ მაგალითი მინდა გითხრათ, ხო? და აი, ცივად ხარ ამ ადამიანის მიმართ, არიჩენ ძალიან დიდ ყურადღებას, სიტყვაზე ვიძახი, ხო? რაღაც ყურადღებას, რაღაც იმას, არიქა, როგორ ხარ, ვაიმე, ხო არ გშია, ვაიმე რა გაგიკეთო, ვაიმე მოდი ჩქარა, ვაიმე აი რაღაცა, აი ესეთ ემოციებში თუ არ ხარ და ხარ გაწონასწორებული, უკვე ნახე და მომწონს ეს კარტი ამ შემთხვევაში. იცი უკვე რაც გინდა და ცოტა ცივად და დისტანციურად, ცოტა, ხო? იმიტომ რომ საჭიროა ეს დისტანცია, როგორც ხედავთ, მაინც ურთიერთობებშიც უკვე თქვენ იგებთ უფრო მეც, ნახეთ, მოგების სტადიაში შედიხართ. მიუხედავად იმისა, რომ გულდაწყვეტილი ხართ, მოლოდინის რეჟიმში ხართ, თქვენ უფრო ელოდებით, თქვენ უფრო გინდათ, ახლა გასაგებია, ქალი ხართ და აბა, ქალის ენერგია, ქალის ბუნება ასეთი. მაგრამ აქაც მეუბნებიან, რომ დაასტაბილური, არც იქით იყო, არც აქით იყო, ოქროშუა ლედი, სასწორი, ამ შემთხვევაში სამართლიანობაა, მაგრამ რაც მოდის ინფორმაცია, ხო, ამას გეუბნებით, რომ ესე იგი გაურკვეველია. ბოლომდე არ არის, გამოჩნდება, არ გამოჩნდება, ამას კარტი ვერ ამბობს, მაგრამ თქვენი ემოციებია ზუსტად დასაბალანსებელი, გასასწორებელი, თქვენი აზროვნება, თქვენი მენტალიტეტის შესაცვლელი. როგორი რამე არის, იცით, ჩემო ლამაზო ქალბატონებო, თქვენ ძალიან ბევრი რამე ნიჭით დაჯილდოებული ხართ, ეხლა ვინც მე მიყურებთ და ამ ვიდეოს, აქ ხართ შემოსულები. უამრავი და თვით შეფასების კომპლექსი, ეს ისეთი რაღაცა არის, რომ თქვენ თითქოს, რაღაცნაირად იმცირებთ თუ იმდაბლებთ თავს, ხო? რაც აბსოლუტურად, არ ღირს.
არ ღირს ნამდვილად ამ ადამიანზეა საუბარი, უმრავლესობაზე ხა ვიზი არის, ეს თქვენ გაიგეთ. მაგრამ მე გეუბნებით რაც მოდის ინფორმაცია, ხო? ეს მარტო კარტი ხო არ არის არა. კარტი მე მესაუბრება, მე ვგრძნობ კარტს რო ვშლი და იქიდან გამომდინარე ინფორმაცია მოდის და გეუბნებთ, ესე კი ესეთი ინფორმაციაა საჭირო, რომ გაიგოთ, რას ვიძახი და ვიძახი იმას, რომ არჩევანის წინაშე დგახართ, საყვარლების კარტი ამოდის, გამარჯვება ამოდის და ამხედრებული მხედარი აუცილებლად, მაგრამ ნახეთ ამ სიტუაციამ, სადაც ახლა ხართ ურთიერთობაში ან იყავით, ხო? ინფორმაცია ასეთი აწყო დროს. ძალიან ბევრი ენერგია წაიღო, ხო? თქვენგან, ანუ გამოგაცალად, უფრო აქტიურობთ ეთყობა თქვენ. ან ემოციური აქტიურობა, შეიძლება არ ურეკავ, არ წერ, სიტყვაზე ვიძახი, არ ეხვეწები, სადახარ, მოდი რა, რაღაცა, ესეთი. მაგრამ ფიქრები გაქვთ და ეს ფიქრები გესმის? ეს ფიქრებიც უკვე გღლის, გესმის, ემოციონალურ ფონზე აქ საუბარი, ჩემო კარგებო და მაინც მე რჩები ნაკლებში შენ, რა უნდა გააკეთო ამისთვის, ნახე? ზუსტად ეს კარტი შეესადაგება იმას, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ. უამრავი რამე შესაძლებლობები გაქვს, ნიჭები, ხო? მე ხა ეს არის საჯარო გაშლა. კიდევ ერთხელ ვიძახი, ვისაც უნდა პირადში მიწერია, ხო, ამ ვიდეოს ქვემოთ ნომერი ჩემი, WhatsApp, Viber-ში, კი ბატონო. მომწერეთ და პირადად გაგიშლით, უკვე სახელით ვეკითხებით თქვენზეც, იმ ადამიანზეც, ვინც გაინტერესებს და ტარო კონკრეტულად პასუხებს გვაწვდის, მაგრამ ეხლა ეს საჯარო რო არის, მე ხო არ ვიცი, რა ნიჭებით ხართ თქვენ დაჯილდოებული. მაჩვენებენ, რომ ბევრი რამე შეგიძლიათ, აქ შემოქმედებითი ნიჭებიც იგულისხმება და ისე შესაძლებლობებიც გაქვთ, რესურსები, დაჯილდოებული ხართ, გესმით და რატო გავიწყდებათ ეს, ჩემო ლამაზო ქალბატონებო და ნიჭიერებო? რომ თქვენ ხელებს ბევრი რამის შექმნა შეუძლია. რესურსი თქვენში ჩადებულია იმ თავიდანვე, ხო? მამა ზეციერიდან, მამა შემოქმედიდან ჩადო, ხო, თქვენში მოგავლინათ და ეს ნიჭები გაქვთ იმ თავიდანვე და დაიკავეთ თავი იმით, რაც გიყვართ, უამრავი რამე შეგიძლიათ რომ გააკეთოთ, თქვენი ხელებით შექმნათ ბოლო-ბოლო და ზუსტად ეს კარტი მეუბნება ამას, რომ სამყარო უჭირავს ქალს ხელში. ნახეთ, მინდა რომ დაინახოთ ეს კარტი. შეხედეთ. ხელის გულზე, ეხა სიმბოლიზმით გელაპარაკები. კონფუციმ თქვა, სიმბოლიზმი არის სამყაროს ენა. ის რა ინსტრუქცია და რა ნიშნავს, ეს ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ დაგვავიწყდება, რომ სიმბოლიზმი აქ თამაშობს მთავარ როლს. ხელის გულზე სამყარო აქ ქალს აგერ უჭირავს ულამაზეს ქალს და გეუბნებიან დაფიქრდი, ნახე, რამდენი შესაძლებლობები გაქვს. ნახე, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და შენ რა სფეროც გინდა ეხლა რეალურად, ხო? შანს გაძლევს სამყარო. გინდა შენ თვითშემეცნებაში ჩადე, გინდა შენ ეს ნიჭები გაიღმავე, აპრობირება გაიარე, კვალიფიკაცია, არ ვიცი, ან ხელოვნება, ან შემოქმედებითი, არ ვიცი, უამრავი ხა ხო ვერ ჩამოვთვლი არა? ხო და ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ყველაფერი გამოგივა. წინ გაქვს მთელი ცხოვრება და ამ რაღაცა სულიერ რაღაცა დათრგუნვას, მიეცემ, მით უმეტეს ეხლა. იმიტომ რომ იცოდე რა, რომ არავისი ნაკლები არ ხარ და თავი დაიფასე. ჯერ ერთი. და მერე კიდე არ უნდა ხარ და კარგად იყოს, კაცო, გზა აგერ ხსნილია. გამოჩნდება ვიღაც სხვა. და ზუსტად მაგას ვეკითხები, სხვა და კარგი გამოჩნდება, მე რო ეს გაუშვა და თქვა, არ უნდა ვარ, კარგად იყოს, სამყარო უშვებ, მოვიდეს ღირსეული ისეთი, როგორც შემეფერება მე. მე ღებულობ მადლიერებით. მოვა? სავსე მთვარეობა. მამაკაცი, თქვენი გაჟღერებული ამ შემთხვევაში სიტყვიერი მიმართვა, აფირმაცია, აგერ ჩემო კარგებო,
მანიფესტაცია, ლოცვა თქვენი სიტყვებით, არ ვიცი რა, სავსე მთვარეობის დროს ხდება ძალიან დიდი შეერთება სამყაროსთან. ეს არის ისეთი დღე, როცა კუდიანებიო რო იყვიან, ალქაჯები, ჯოხებით დარბიან და შაბაშებს აკეთებენ, სიტყვაზე ვიძახი. ყველასთვის არის, მარტო კუდიანებისთვის არ არის, ხო? ნათელი მხარე ვარ. მაგრამ ვთქვათ, მე გავაკეთებ სიყვარულის რიტუალს, მე გავაკეთებ მშვიდობის რიტუალს, მე გავაკეთებ მადლიერების რიტუალს, ხო? გავუშვებ სამყაროში სიყვარულს, სიტკბოს, ჩემს დედამიწას მოვეფერები, ჩემს სამყაროს ყველა ცოცხალ არსებას, გესმის და დამებრუნდება ეს განა, იმიტომ რომ მე ვთქვათ რაღაცას ველოდები, არა, მე თვითონ მინდა, რომ ჰარმონია იყოს, სიყვარული იყოს, მშვიდობა იყოს. მე ვარ ასეთი ბუნების, გესმით? ასეთი. და არა იმისთვის ვაკეთებ, რომ რაღაცა იქ ვიღაცა, არ ვიცი, არ გავაშხერებ, მოკლედ. დავანებოთ მაგათ თავი. აუცილებლად აქ არის ჰაერის სტიქია, რაც ნიშნავს თქვენ მონდომებას, თქვენ ძალისხმევას, სიტყვის ზალას, ხო, რაც ვთქვი, მენტალური და ამავე დროს ვერბალური მაგია ერთად. ხე, რიტუალს გიხსნით სავსე მთვარის დროს. შემდეგ ამოდის მამაკაცი, ახალი მამაკაცის გამოჩენა. და ამოდის ეს კარტი, რომელიც ნიშნავს უკვე თანხwebdrას ერთად, პარტნიორობა, სიყვარული, რომეო და ჯულიეტა, ტრისტანი და იზოლდა, რა ვიცი კიდე. ვინ ჩამოვთვალო, თქვენ უკვე როგორც გინდათ, მაგრამ ეს აი ნახეთ რა ხდება ახლა. შეიძლება ზოგმა თქვას, რომ რატომ თქვა ხომ იციან რაც მინდა. არა, ჩემო კარგებო, აუცილებლად უნდა თქვათ. ნახეთ, ბიბლიაშიც ხო ამაზეა საუბარი. დააკაკუნე, გაგეღება, დამიძახე, შველა მოვა. შენ ისურვე. ნახე, ინატრე, გააშხერე, პირველი ნაბიჯი გადადგი, რაღაცა გააკეთე, ხო? ესე იჯდე და იყო, ციდან არ ჩამოფრინდება და მოვა მერე აუცილებლად. ამის გარდა არის პრაქტიკები ძალიან ესეთი სერიოზული და კარგი, ხო? ეს პრაქტიკებია, მაგალითად, იგივე როგორც ვთქვი, სუნთქვის ვარჯიშები. მედიტაციები, სიყვარული, მადლიერება, გაშვება სამყაროში. მერე აფირმაციები, მანიფესტაციები, ყოველ დილით რო ადგები, რომ მოლოდინის რეჟიმში ხარ, ელოდები კარგს. თითქოს, საჩუქარს რო ელოდები, რომ უნდა მოგიტანონ, ხო? ესეთი შეგრძნებით, მარტო სიტყვა იძახო, რახარუხი არა. ნახე, დაშტამპული არ უნდა იყოს. სტანისლავსკის სისტემა არის ეს, სამსახიობო ხელოვნებაში, ხო, მსახიობები, მაგალითად, რეჟისორები, რომ როლს გაძლევენ, მსახიობებს რო აძლევენ როლს და ის მსახიობი, რომ რაღაცნაირად მარტო ფრაზებს რახარუხი, ხო, ტექსტის რახარუხი, ესეთი გამონათქვამი არსებობს, დაშტამპული ხარ, მარტო ტექსტზე არ არის საუბარი. შენ უნდა ემოციონალურად გადმოსცემდე მაყურებელს, აჩვენებდე, ხო? ამ შემთხვევაში სამყაროს, შენ ნათელ მფარველ ანგელოზებს, შენ მფარველებს გრძნობით უნდა იყო ჩართული ამ პროცესში. მარტო ის არ არის, რომ ეხა მე იცი სიყვარული მინდა და მადლობა, ხო, და რაღაცა და სხვა რამეა, გააცნობიერო უნდა და ისე გამოთქვა ეს სიყვარულიც კი. რუნებს დავეკითხოთ. რას გვეტყვიან რუნები დღეს? და გას, ახალ დასაწყისი. ნახეთ. ეს რუნა მოასწავებს, ნახე, პეპელას ფორმა აქვს, ჯერ ერთი, მერე მეორე. რვიანია უსასრულობა. ადრე ეს არის კოსმოგონია და კოსმიური სამყაროდან ენერგეტიკული ინფორმაციის წყარო, რუნები, რომლებშიც არის საიდუმლო ენა, ეს არის ყველასთვის. იმიტომ რომ იყვნენ ადეპტები და იყვნენ, ასე ვთქვათ, მისტიკური ესეთი ადამიანები, სულიერად ძალიან მაღალ
საფეხურზე ყოფნი, რომლებსაც შეეძლოთ რუნებით ძალიან ბევრი რამე. ამ შემთხვევაში ეს მანტიკაა, ეხლა რაც მე გავაკეთე, ხო? მაგრამ რუნებს ასევე სხვადასხვა დანიშნულებისათვის იყენებენ. ენერგეტიკაა ეს, ხო? კოსმიური ენერგია შემოდის ზემოდან, იმიტომ რომ ყველაფერი მოდის ზემოდან, ჩემო კარგებო. ამ შემთხვევაში რუნა დაგაზე არის ახალი დასაწყისი, არის უსასრულობა, არის სამყაროსთან შეერთება, უფრო ფილოსოფიურად რო ვთქვათ, არის ახალი დღე, აი დილით. ხო, გარიჟრაჟზე რო იღვიძებ ენერგიით სავსე და რომ უნდა შეუდგეს საქმეს. ახალი დღე, ანუ მზის დღის კარტი, ანუ გამონათება მოხდება თქვენ ცხოვრებაში. და პეპელა, თან სასიამოვნო, ამბის გაგება, ასევე სასიყვარულო, ანუ რა ვთქვი, ახალი დასაწყისი, ამით რუნა რას ამბობს, ხო? ახალი დასაწყისი დაიწყება თქვენს ცხოვრებაში, როგორც კი თქვენ გაითვალისწინებთ იმ მოკლე აფირმაციებს, თქვათ, იგივე ლოცვებს, გაჟღერებას, იმ რეკომენდაციებს, რასაც მე გეუბნებით აქედან. რა ვიცი, რაც შემიძლია გაძლევთ ხო ყველანაირ რჩევას და დანარჩენი ხა თქვენზეა ჩემოკარგებო დამოკიდებული. და დაგაზმაც აგერ კოსმოსიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ იქნება ახალი დასაწყისი თქვენ ცხოვრებაში, გამონათება, აი მზის, აი პირველი სხივი უკვე რომ მოეფინება არემარეს, ხო? აი ესეთი რუნაა ეს. აი ზუსტად ესეთი, ანუ გონიათ, რომ ისეა ყველაფერი. ყველაფერი არის ზუსტად ისე, როგორც უნდა იყოს. არაფერი არ ხდება შემთხვევით. აბა თქვენ, ჩემო კარგებო, ეხლა დროებით და თქვენ იცით, აბა, გაითვალისწინეთ. რა ინფორმაციაც მოგაწოდეთ, რასაც გელაპარაკებით, რასაც გეუბნებით, რასაც მთელი გულით გიხსნით, მინდა რომ ანუ თქვენ მართლა მთელი გულით ეს მიიღოთ, გააკეთოთ, დამიჯეროთ ბოლო-ბოლო და რაღაცნაირად შეგივიდეთ ეს, რომ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ და ძალიან ბევრი რამე შეგიძლიათ დამიჯერეთ, ძალიან ბევრი.